თქვენ ნახეთ რამდენი კომპანიაა დაჭერილი. თქვენ ხედავთ რამდენი ადამიანია საქართველოში დაჭერილი. აი ბინის ვიღაცამ ბინა გააქირავა და შენ უყიდი, წარმოიდგინე, გაქირავებულ ბინას შენ უყიდი. ადვოკატები, კი არა, ისა ნოტარიუსები, ხო ხედავ რა შვებიან. შემოსყიდული ნოტარიუსები კაც გააბრიყვებენ. ნოტარიუსთან მიყავთ და გონიათ, რომ ეს ნოტარიუსი არის სუფთა ადამიანი, ყველაფერს კანონით აკეთებს და ამ დროს არაკანონიერად აკეთებს, მაგრამ რაღაცას ნოტარიუსი იტოვებს თავის გასასამართლებელს, იმიტომ რომ თაღლითია მთელი მისი ცხოვრება, ესე უცხოვრია და ყოველთვის ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ. ადამიანს როცა უნდა ადამიანის მოტყუება, ეს ადამიანი არის ოფიციალურად თაღლითი. ვინც არ უნდა იყოს ის ჩემიანი, შენიანი, არა აქვს მნიშვნელობა. თაღლითი თაღლითია, არაკაცია. სინდისი და ნამუსის გარეცხილი ადამიანების მეტი ამ ქვეყანაზე რა არის? არენდოთ ეს არის. არენდოთ. ყველასგან აიღეთ საბანკო გარანტია. კარგი, წავიდა ციხეში, რა შენ? დაიჭირეს და წავიდა ციხეში. ახლა რაღაცა ერთ-ერთი დიდი კომპანიაა, თურმე ამაზე მუშაობდნენ დღე და ღამე, როგორც კერძო პირების და პატარა კომპანიების, ეს საქართველოში ყოფილა მომრავლებული, ეს ბიზნესი ყოფილა, გასო, თაღლითობა და ნახევარის საქართველო არის გამწარებული. რა გინდა როქნა? ესეთია ეს ცხოვრება, ესეთია კანონი, ესეთია ადვოკატურა, ესეთია ნოტარიუსი, ყველა ერთმანეთზე შეკრული როცა არის, შენ პატიოსან კაცს გაგაბრიყვებენ. მილიონი რაღაცა წერია შიგნით, ამას ვერ წაიკითხავ. რომც წაიკითხო, იქ ისე წერია, რომ შენ ამას ვერ აზროს, ვერ გაარჩევ და შეიძლება გაგამტყუნონ კიდე სასამართლოზე და სასამართლოში რომ შეიტანო, ამას უნდა წლები, რომ ეს კარგი გაგამართლეს და ფულს ვინ მოგცემს? არავინ. ამიტომ ჩემი რჩევა, ვინც არ უნდა იყოს, არავის არ უნდა ენდო. ეს ფული შეინახე კარგად და არასდროს არ გადაიხადო, სანამ არ გადმოგიფორმებენ. არასდროს ეს ფული საქმეში არ ჩადო, თუ საბანკო გარანტია არ გექნება. აი ესაა პრობლემა. აბა ნახეთ თქვენ, თუ მოგცეს საბანკო გარანტია, არასდროს პრობლემა არ გექნებათ. მაგრამ შენ ამ რაღაცა ხელშეკრულების გამო არ მიცე თუ გინდა $1000 რო იყოს. მე გისურვებთ წარმატებას, ძალიან კარგი დღე არის.